ასე რომ ნიკ ფუენტესი ის გამძვინვარებული ნაცისტი რესპუბლიკელი, რომელსაც ამდენი ნახვა აქვს, ახლახან საჯაროდ გამოაცხადა თავი დემოკრატად. და ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიოპ ახლა დასრულებულია. ეს უკიდურესი შეშლილი რიტორიკა, რომელიც თითქოს მემარჯვენეებიდან მოდის, სინამდვილეში ბევრად უფრო მემარცხენეებიდან მოდის. ეხლა არ არის გასაკვირი, რომ ეხლახან გავიგეთ, რომ მემარცხენეები აფინანსებდნენ უკიდურეს მემარჯვენე ორგანიზაციებს და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ნამდვილად უნდა ვისაუბროთ ახალ მემარცხენეობაზე, როგორც ბენ შაპირომ ასე ლამაზად დაარქვა. რადგან სულ უფრო და უფრო ხედავთ ამ ადამიანებს, რომლებიც ზუსტად იმას აკეთებენ, რასაც უკიდურესი მემარცხენეები აკეთებენ. ისლამისტების გულის მოგება. დემოკრატები, მეგან კელი. ეხლა ნიკ ფუენტესი პირდაპირ საჯაროდ აღიარებს, რომ ისინი დემოკრატები არიან. ეხლა გახსოვდეთ, ნიკ ფუენტესი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა 6 იანვრის მოვლენების უკან ხომასეა, სადაც ყველანი შეშფოთდნენ, რომ რესპუბლიკელები ცდილობდნენ. ის დემოკრატია, მეგობრებო, ის დემოკრატია. და ეს ყველაფერი გვეუბნება, რაც უნდა ვიცოდეთ. ეს უკიდურესი ცხენის ნალის თეორია. მათთვის, ვინც არ იცის რა არის ცხენის ნალის თეორია, გულისხმობს იმას, რომ ორივე პოლიტიკური მხარის ექსტრემიზმები საბოლოოდ ერთმანეთს უახლოვდება, რადგან ისინი არ წარმოადგენენ ადამიანების უმრავლესობის ნორმალურ შეხედულებას. როგორც არ უნდა იყოს, ეს უფრო მართალია, ვიდრე გგონია. და ეს ერთგვარად სამწუხაროა, მაგრამ ამავდროულად ჩვებაცაა, რადგან ვაცნობიერებთ ამ მთელ აბსურდულ, უკიდურესად მემარჯვენე რაღაცას. საქმე ეს არ არის. რესპუბლიკელთა მხარეს ყველაზე ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს ნამდვილად შეუძლიათ დაინახონ რა ხდება. მოდით ვნახოთ ნიკ ფუენტესის ეს აღიარება, რომელმაც ინტერნეტი პირდაპირ მნიშვნელობით ააფეთქა. სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში Pushback, მე მქვია მეირაკეი, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გაავრცელოთ ეს ვიდეო, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს რა ხდება სინამდვილეში ამ სამყაროში. ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ფასები. მე ვზრუნავ საგარეო ჩარევებზე, მე ვზრუნავ საზღვარზე. მე ვარ ზომიერი დემოკრატი, რომელიც woke-ი არ არის. ვფიქრობ, რომ რესპუბლიკური პარტია უნდა განადგურდეს. ვფიქრობ, დონალდ ტრამპის კორუმპირებული კრიმინალური მთავრობა უნდა შეფერხდეს. ჩვენ უნდა impeachment-ი მოუწყვოთ orange. დროა ეს ადამიანი impeachment-ის პროცედურას დაექვემდებაროს. ტრამპი უნდა მოთავსდეს კრისტალში. მას impeachment-ი სჭირდება. ეს მსუქანი ორანჟი, პატარა ხელებით უნდა გადააყენონ impeachment-ით. და შემდეგ 20-ვაში არც ვანსი, არც რუბიო. მთელი პარტია უნდა დავანგრიოთ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, როცა ის ამბობს, რომ პარტია უნდა დავანგრიოთ, მოდით ვნახოთ, რას ამბობს ბოლო დროს მარკო რუბიო. ეს საშინელი ანტიამერიკელი კანდიდატი, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ. როგორ ბედავს? ამერიკისთვის ესეთ დროს. ჩემი იმედი ამერიკისთვის და ჩვენ შეგვიძლია ამის მოგვარება. ხო, ნახე, ანუ ჩემი იმედი ამერიკისთვის იგივეა, რაც ყოველთვის იყო. ვფიქრობ, ეს ის იმედია, რომელსაც იმედი მაქვს ყველანი ვიზიარებთ. ჩვენ გვინდა, რომ ამერიკა დარჩეს ის ადგილი, სადაც ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი ადგილიდან შეძლებს ყველაფრის მიღწევას. სადაც არ ხარ შეზღუდული შენი დაბადების გარემოებებით, კანის ფერით ან ეთნიკურობით. მაგრამ გულთრფელად რომ თქვა, ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია გადალახო სირთულეები და მიაღწიო შენს სრულ პოტენციალს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს მიზანი ყველა ქვეყნისთვის მსოფლიოში გულთრფელად. მაგრამ ვფიქრობ, რომ აშეთეშოში ჩვენ სრულყოფილები არ ვართ. ჩვენი ისტორია სრულყოფილების ისტორია არ არის, მაგრამ მაინც ჯობს ხვების ისტორიას. და ჩვენი ისტორია მუდმივი გაუმჯობესების ამბავია. თითოეულმა თაობამ შემდეგი თაობა ამერიკელებისა უფრო თავისუფალი, უფრო კეთილდღეობაში მყოფი და უფრო უსაფრთხო დატოვა. და ეს ჩვენი მიზანიც არის. მაგრამ ეს უნიკალური და გამორჩეული ქვეყანაა. და როცა 250 წლის იუბილეს უახლოვდებით, ვფიქრობ, ჩვენს ისტორიაში ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და საამაყო. ეს არის მუდმივი და განუწყვეტელი გაუმჯობესების ისტორია, სადაც თითოეულმა თაობამ თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დაგვაახლოვებინა იმ ხედვასთან, რაც ამ ქვეყნის დამფუძნებლებს ჰქონდათ მისი დაარსებისას. 18 წერტილი 6 მილიონი ნახვა. ეს ის ბიჭია, რომელზეც ნიკ ფუენტესი ამბობს. არა, ჩვენ არ უნდა გქონდეს მასთან საქმე. და ეს არის კიდევ ერთი ვიდეო ნიკ ფუენტესისა და იმ პოლიტიკოსის, რომელსაც ის ამჟამად უჭერს მხარს. ამ ეტაპზე მიდის ასე. ჩემი ომი ისრაელის წინააღმდეგ ერთადერთი რამაა, რაც ამ ეტაპზე მაძლევს ძალას. ისინი უბრალოდ ძალიან აშკარაები არიან. აი ეს არის მთელი ამბავი. მტერი შეიქმნა და ისინი მის კვალს მიხვებიან. სხვათა შორის ეხლა ვაპირებთ უყუროთ ჰანა კასპარიანისა და ნიკ ფუენტესის ვიდეოს. გახსოვდეთ, ჰანა უკიდურესად მემარცხენეა, ხოლო ნიკ ფუენტესი ამ დრომდე უკიდურესად მემარჯვენე იყო. და ორივე ფაქტობრივად ერთსა და იმავეს ამბობენ. იმიგრაცია, ვის აინტერესებს? ქვეყანა დასრულებულია. დასრულებულია. ყველაფერი დასრულდა. გარეთ ყოფილ ხარ. შენ საერთოდ ოდესმე ტოვებს სახლს? კარგი, ეს ნიკ ფუენტესის შეხედულება ამჟამად და ვისაც აძლევს ხმას. მაგრამ უნდა ვნახოთ ეს საოცარი ვიდეო ქანარი მიშენისგან. კიდევ ერთხელ, როგორც ვთქვით, აქ მთელი ფეხფეხსაცმლის თეორია. რას გულისხმობ ამაში? ექსტრემალური მემარცხენე და ექსტრემალური მემარჯვენე ერთსა და იმავე ექსტრემისტულ იდეოლოგიებად ვლინდებიან. ისინი მთლიანად აშენებენ თავიანთ იდეოლოგიას მთავრობის სიძულვილზე. თითქოს მედიის წინააღმდეგ იბრძვიან, სინამდვილეში კი უბრალოდ პოპულარობას ეძებენ. რატომღაც უჭერენ მხარს ისლამისტებს და სძულთ ისრაელი.
ეს არის მათი მთავარი იდეა, რაც მოიფიქრეს. ასეთი ფენომენი, როგორ დააჯერო ხალხს, რომ თითქოს მართლა კარგ საქმეს ემსახურები. ეხლა მოდით ვუყუროთ ანა კასპარიანს და ნიკ ფუენტეს და გავიხსენოთ, რომ უკიდურესი მემარცხენეები და უკიდურესი მემარჯვენეები და არჯვენეები ყოველთვის ერთნაირები არიან. ეს ვიდეოაც ქანარი მიშენისგანაა. ნახეთ მათი გვერდი, კარგ საქმეს აკეთებენ. ჩვენი ქვეყანა მტრული ოკუპაციის ქვეშაა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ისრაელის მიერ ოკუპაცია. ისრაელი აკონტროლებს ჩვენს მთავრობას. ისრაელი აკონტროლებს ჩვენს მთავრობას. აკონტროლებენ, გავლენას ახდენენ და მანიპულირებენ ჩვენს სისტემას. ისრაელის სახელმწიფოს მიერ იმართება, კონტროლდება და მანიპულირდება. ისინი ვამპირები არიან. ისინი ჩვენს სისხლს წოვენ. ისინი ამ ქვეყნის სიცოცხლეს წოვენ. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ისრაელის მონები. მე არ ვარ ისრაელის მონა. ირანს ბირთვული იარაღი არ აქვს. ირანს ბირთვული არსენალი არ ქონდა. ირანის უზენაესმა ლიდერმა ფეთვა გამოაცხადა. მას მოუწია ბირთვული იარაღის წინააღმდეგ ფეთვის გამოცემა. ჩვენ მოგვიწია. არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ, რომ ჩემთვის ასე ჟღერს. ორივე კითხულობს სცენარს, რომელიც მათ წარუდგინეს. მაგალითად, გამარჯობა ნიკ, ჩვენ გადადიხდით ხელფას, თუ ამ სიტყვებს სიტყვი. გამარჯობა ანა, ჩვენ გადაგიხდით, რომ გქონდეს ისეთი ცხოვრება, როგორიც გინდა, თუ ამ სიტყვებს სიტყვი. კიდევ ერთხელ, უკიდურესი მარცხენა, უკიდურესი მრესი მარჯვენა ერთმანეთს არაფერში ემთხვევა. მაგრამ ეხლა ორივე აკეთებს ასეთ განცხადებებს. ანა კასპარიანი ამით ვირუსულად გავრცელდა. ამბობენ, მაგალითად, კი, ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვართ მიზეზი, რატო დავტოვეთ მარცხენა, რატო დავტოვეთ მარჯვენა, რატო ვართ ეხლა ამ ახალი ჯგუფის ნაწილი, ნამდვილი ჯგუფის, სიმართლის მაძიებელი ჯგუფის. ყველა ეს ექსტრემისტი, ფსიქოპათი გაერთიანდება ერთ ჯგუფში. ეს უბრალოდ ნათელია. ჩვენი ქვეყანა მტრული ოკუპაციის ქვეშაა. ისრაელის ოკუპაცია ბირთვული იარაღის. ჩვენ მოგვიწია ისრაელის საკუთარი არჩევანის დაწყებულ ომში ჩართვა. საკუთარი არჩევანით დაწყებული ომი. ეს სწორედ ესაა. ამერიკისთვის ნამდვილი საფრთხე ისრაელიდან მოდის. ჩვენი ალიანსი ისრაელთან წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის. ის მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით გაანადგურებს. ისრაელი ყველაზე დიდი საფრთხეა მსოფლიო მშვიდობისთვის. არასოდეს დავივიწყოთ, ვინ არის ნამდვილი მტერი. მტერი ისრაელია. ჩვენ უნდა გავწყვიტოთ კავშირი ამ ქვეყანასთან. ჩვენ უნდა გავწყვიტოთ კავშირი. გავწყვიტოთ კავშირი. მოდგავშირი, მოდი დავშორდეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. პირდაპირ სიტყვასიტყვით, თითქოს მათ წინასწარ მომზადებულ ტექსტებს აწვდიან. და დაიმახსოვრე, ყოველთვის ასე იტყვიან სიონისტებზე. თქვენ წინასწარ მომზადებულ ტექსტებს კი გარნახებენ. რატომ ფიქრობ ასე? მე არასდროს ვფიქრობ წინასწარ მომზადებულ ტექსტებზე, მაგრამ აშკარად თქვენ რაღაცა მსგავსი გაქვთ. ამ ავადმყოფური, გარყვნილი, პარაზიტული ორგანიზმისგან ამერიკის გათავისუფლება, რომელიც ჩვენზეა მიმაგრებული. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საჯარო მომსახურების ხარჯზე ცხოვრობენ. გარიყული სახელმწიფო, რომელიც ამერიკელი ხალხის ხარჯზე ცხოვრობს. ეს მხოლოდ ნეთანიაჰუ არ არის. გარკვეულ დონეზე ეს ისრაელის ხალხიც არის. ისრაელის მთავრობის და გულწრფელად რომ ვთქვათ, ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობის ქცევა. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ასევე იყენებენ უცნაურად სპეციფიკურ ტერმინებს, რომლებიც ზუსტად იგივეა. მაგალითად, სისხლის მწოველი და პარაზიტული. უცნაურად საოცრად მსგავსია. ისინი ადამიანებად არ გვთვლიან, ისინი ვერ გვხედავენ. ისინი პალესტინელებს ადამიანებად არ აღიქვამენ. მე გაღვიძებული გოივარ. ებრაელები ფიქრობენ, რომ ისინი ყველა სხვაზე უკეთესები არიან. და შენ ფიქრობ, რომ სხვებზე უკეთესი ხარ? იცი, ებრაელები ასე იქცევიან. დიახ, დაბრუნდი უკან ისრაელში. დაბრუნდი ისრაელში. დიდი ისრაელი. დიდი ისრაელის პროექტი. ცნობილი მოცეკვავე ისრაელები. მთელი ეს მოცეკვავე ისრაელების ამბავი. გენოციდური სახელმწიფო. გენოციდური საზიზღარი სახელმწიფო. რატო უნდა მადარდებდეს ისრაელი? ისრაელი არ მადარდებს, საერთოდ არ მადარდებს. და საერთოდ არ ვენდობი მათ. ისრაელებს არ ვენდობი. შენი არსებობის უფლება რეალური არ არის. არ მჯერა, რომ ისრაელს აქვს არსებობის უფლება. არ მისცე ბოროტ და ავ ადამიანებს უფლება, რომ მორალი შეგასწავლონ. ამ სამყაროში ესეთი ბოროტი ადამიანები არსებობენ. ღმერთის რჩეულმა ხალხმა საკუთარი მესია უარყო. ფიქრობთ, რომ ღმერთის რჩეული ხალხი ხართ, როცა აბსოლუტური დემონები იქცევით. აი ასეა, ფსიქოლოგიური ოპერაცია დასრულებულია. მემარცხენეები და უკიდურესი მემარჯვენეები ეს უცნაური ჯგუფები, რომლებიც უბრალოდ ისრაელის სიძულვილით არიან შეპრობილები, რომ თავი წარმოაჩინონ როგორც რაღაცა უცნაური თვითმარქვია მებრძოლები, ეს ყველაფერი უკვე გამოაშკარავდა. ნიკ ფუენტესი საჯაროდ აღიარებს, რომ დემოკრატია. ანა კასპარიანი ამბობს, რომ მემარცხენეებს ჩამოშორდა და ისინი ყველა ამაზე ერთიანდებიან. ეს რეალურ ცხოვრებაში მართლაც შოკის მომგვრელი სანახავია, აბსოლუტურად შოკის მომგვრელი. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.